მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამთა, ეს არის სფეროს პოდკასტი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველას გვეხება. ეს არის ოჯახი, ოჯახის სტრუქტურა, ბავშვობა და ბავშვობის გამოცდილებები და ის ხილული თუ უხილავი ჭრილობები და ტრამვები, რომლებიც შეიძლება ზრდასრულობაშიც კი მართავენ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ დღეს შევეცდებით დავინახოთ ტრამვა არა როგორც განაჩენი, არამედ გზა დიდი გაცნობიერებისკენ და ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ვინ თუ არა ირმა კვაჭაძე. ირმა არის კლინიკური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსინთეზის და ბიოსინთეზის სპეციალისტი და საერთაშორისო ტრენერი. ირმა, მადლობა, რომ დღეს ხარ ჩვენთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ გაგვიზიარებ იმ ღირებულ ინფორმაციას, რაზეც ვაპირებთ, რომ დღეს ვისაუბროთ. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ნდობისთვის პირველ რიგში და შევეცდები, რომ ჩემი ცოდნა გასაგებად ყოველგვარი რაღაცა ფილოსოფიური შინაარსის გარეშე გავოზიარო შემსმენელებს, რომლების არმია არის ძალიან ბევრი. მადლობა ძალიან დიდი და უშუალოდ სანამ გადავალთ საუბრის ნაწილზე, მინდა რომ მადლობა გადავუხადო ფსიქოსოციალურ ცენტრ 180 გრადუს იმისათვის, რომ დაგვითმოს სივრცე სფეროს პოდკასტისათვის. ირმა, მოდი გადავიდეთ მაშინ უშუალოდ უკვე საუბარზე და მაინტერესებს რა ეტაპები არსებობს ადამიანის განვითარების და ზოგადად პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. გადავიდეთ ამ თემაზე სასაუბროთ. ეტაპები ძალიან ბევრია, ხო? ანუ პიროვნების ჩამოყალიბება იწყება ჯერ იყო ისეთი კონცეფცია, რომ იწყება დაბადებიდან. შემდეგ ეხლა გვაქვს ესეთი იდეა, რომ რაღაცა მოსატყოფნის დროს არის ეხლა კიდევ უფრო შორს წავიდა ფსიქოლოგიური რაღაც მეცნიერება და საუბრობს პიროვნების განვითარებაზე მისი ჩასახვის მომენტიდან და ოჯახურ ფსიქოთერაპიის ჭრილში არა მარტო ჩასახვიდან, არამედ უკვე ორი ადამიანის შეხვედრა, მათი ოჯახური სტრუქტურების ერთად თანაარსებობა უკვე ქმნის იმ ველს, სადაც შემდეგ იზრდება პიროვნება. შესაბამისად, ეტაპები ძალიან ბევრია და უშუალოდ დაბადების შემდგომ ეტაპებს ჩვენ თუ ვისაუბრებთ, არის რამოდენიმე საკვანძო პროცესი, რომელიც შემდეგ გავლენას ახდენს მთელ ადამიანის ფსიქოემოციური ფონის ჩამოყალიბებაზე, სამყაროსთან დამოკიდებულებაზე, კონტაქტის ფორმებზე და ასე შემდეგ და რამოდენიმე მათგანი შეგვიძლია გამოვყოთ, ხო? პირველი ამ კლასიფიკაციაზე საუბრობს ფროიდი, ამ კლასიფიკაციაზე საუბრობს ბევრი ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი, დაწყებული რაღაცა განვითარების ეტაპებიდან, დამთავრებული ტრამული გამოცდილებების ეტაპებიდან, თუმცა ჩვენ გვაქვს რამოდენიმე საკვანძო, ასე ვთქვათ, ეტაპი, რომელიც შეიძლება გამოვყოთ. პირველი ეს არის არსებობის ეტაპი, ხო, როდესაც ბავშვი იბადება და მე რაღაცა ვუნდოდი თუ არა იმ გარემოს, რომელ გარემოშიც მე მოვევლინე ამ ქვეყანას, მზად არის თუ არა ოჯახი ახალი წევრის მისაღებად და ეს ძალიან პირველია, ესე ვთქვათ, როგორც რაღაცა პატარა ნაყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სივრცე, სადაც ის აღმოცენდება ხოლმე. აი პირველი ეს ამბავი, რომ ახალი ადამიანი უნდა გაჩნდეს, აი როგორ იღებს ამას ის ოჯახი, რომელშიც ის უნდა მოევლინოს, ან პირველი ეს არის სამყაროს ნდობა უნდობლობის ამბავი, მელოდნენ თუ არ მელოდნენ. შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს, რომ აი პირველი ხო, ანუ მე აქ ვუნდოდი თუ არ ვუნდოდი, ხო? მე ეს იდეა ძალიან დიდ გავლენას ახდენს მე ჩვენს განვითარებაზე. შემდეგი ეტაპი ეს უკვე არის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვყალიბდებით როგორც პიროვნება და ავტონომიის ეტაპი შეიძლება ამას ვუწოდოთ, ანუ სეპარირება, ანუ კი ბატონო, ვუნდოდი ამ ოჯახში, ახლა მე ვინ ვარ და შემდეგ არსი იმაზე, რომ მე ვთქვათ, უკვე რა შემიძლია, სად არის ჩემი საზღვარი, როგორი ვარ მე. ეს დაახლოებით 3 წლის ასაკამდეა, ხო? მე ძალიან დიდ ტოპიკებად ვშლი. ახლა პირველი ეს შეიძლება 1-დან 3 წლამდე იყოს, შემდეგ 3-დან, როდესაც ყალიბდება მე კონცეფცია, ავტონომია, ჩემი საზღვარი და ეს 3 წლის ბავშვებს ძალიან მახასიათებელი აქვს მე თვითონ, ხო? მე ვიზა, მე რაღაცა მე დავრეცხავ ჭურჭელს, მე ჩავიცმევ, მე ავირჩევ, ეს მე თვითონ ავტონომიის ფაზა ძალიან ხო, არ მინდა მე თვითონ ვიზამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. შემდეგ ესე ვთქვათ, ასევე ძალიან ამ ფაზებს ცხადია კიდევ ბევრი ქვეპუნქტი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მე რაღაცა დიდ ტოპიკებს ვიტყვი ხო საუბრის დასაწყისში. შემდეგ ეს არის დაახლოებით 5-6 წელი, ეს არის სოციალიზაციის ეტაპი და სოციალიზაციის ეტაპი არის მე და სხვა, ან მე და ის საზოგადოება, სადაც მე მიწევს ფუნქციონირება, ეს არის სკოლა, ბაღი, რაღაც ახალი გარემო
და უკვე მე და რაღაცა ეს გარემო, დიდი გარემო, ანუ ოჯახის მიკროსისტემიდან მაკროსისტემაში გადასვლა და აქ ესეთი ჩემი და მე და სხვა მოკლედ ეს მარტივად რომ თქვა და შემდეგ უკვე თინეიჯერობის დიდი ეტაპი, რომელიც მე როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, მე როგორც დამოუკიდებელი შემდგარი ტიპი, რომელსაც აქვს ჩემი ნებელობა, პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების უნარი და ასე შემდეგ. და რაც მინდა რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვა, ყველა წინა ეტაპის ჯანსაღად გავლენას ახდენს შემდგომი ეტაპის, ესე ვთქვათ, ჯანსაღად ფუნქციონირებაზე. ანუ აი მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, ხო, 3 წლის ასაკში მე ნებელობა თუ არ ჩამოყალიბდა და თუ არ გამოეყო ის ფსიქოემოციურად ნელ-ნელა ოჯახს და დედას და ჯერ კიდევ არის ნაყოფი სიმბიოზურ, ანუ შერწყმით მდგომარეობაში დედასთან, მას ძალიან უჭირს მე და სხვა, ანუ მე და სოციუმში გასვლა, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ ერთი მთლიანობა არის დედასთან ან ოჯახთან, ხო? შესაბამისად, ჩვენ ხვდებით შემდეგ ეტაპზე სირთულეს, მაშინ, როდესაც ამ შემდეგი ეტაპის წინ არსებული ეტაპი გავლილი არ არის ჯანსაღად და მე უკან ბრუნდებით ხოლმე და რაღაცნაირად იმ აგურებს ვალაგებთ ცოტა უფრო კარგად, რომელი აგურებიც მანამდე იყო დასალაგებელი. ამ ეტაპები ხო, აი სხვადასხვა ბიოსოციალური განვითარების, ფსიქოდინამიური განვითარების ბევრ სტეპად შეიძლება დაიყოს. რაც უფრო ზუსტად ვიცით, ხო, ჩვენ კონკრეტულ ასაკში რა მოცანა არის ამოსახსნელი, მით უფრო ასეთ სკრუპულოზურად შეგვიძლია ამ ეტაპების ცოდნაც, მხარდაჭერაც და ასე შემდეგ. თუმცა აი რაღაცა ქუდი ეს არის, ხო, აი ძირითადი 4 საფეხური. მესმის. რა მეინტერესებს, აი რო გადავიდეთ უკვე ოჯახის სტრუქტურაზე. ზოგადად როგორი არის ოჯახის სტრუქტურა? როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ის? ხო, თან მნიშვნელოვანი ამბავი არის ჯანსაღი ოჯახის ფუნქციონირება და როგორია საერთოდ ოჯახის ცნება. საქართველოს ძალიან მძლავრად აქვს ეს ოჯახის იდეა და რაც ერთი მხრივ ძალიან კარგია დაცულობის, მიმღებლობის, კომფორტის კუთხით, მაგრამ მეორე მხრივ თუ ოჯახი ჯანსაღად არ ფუნქციონირებს, როგორი ტიპის მხარდაჭერა შეუძლია ოჯახს, ზუსტად ისევე შეიძლება იყოს ოჯახი მატრამვირებელი თუ ოჯახი დისფუნქციურია. იმისთვის რომ ჩვენ გვქონდეს ჯანსაღ ოჯახზე, ესე ვთქვათ, დეფინიცია, ხო? აი ძალიან აქაც შეგვიძლია რაღაცა ინტერპრეტაციები გვქონდეს, მაგრამ მე პირადად და ბევრი ოჯახის ფსიქოთერაპევტი თანხმდება იმაში, რომ ჯანსაღი ოჯახის ფუნქციონირებისთვის საკმარისია 3 ძირითადი პუნქტის არსებობა და თუ ოჯახი ამ 3 ძირითად პუნქტს, ესე ვთქვათ, აკმაყოფილებს, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ოჯახი ჯანსაღად ფუნქციონირებს და ეს არის პირველი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ოჯახის წევრების ასე ვთქვათ, არსი, ხო, ვინ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი როგორც ყველა ჯანსაღ სტრუქტურაში, ხო, აი როლური იდენტიფიკაცია მოხდეს და როლები განსაზღვრული იყოს, ხო, ანუ ვინ არის და შესაბამისად როლური განსაზღვრა გულისხმობს როლურ მიკრო და მაკრო პასუხისმგებლობებს, ვალდებულებებს და ასე შემდეგ, ანუ ვინ არის ეს ოჯახის წევრი. პირველი, ანუ წევრების ვინაობა. შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, არის წევრებს შორის კომუნიკაცია. და ეს კომუნიკაცია არის ის flow, ის შიგაოჯახური დინება, რომელიც არის კომუნიკაცია, ხო? ანუ წევრებს შორის არ უნდა იყოს კომუნიკაციის ბარიერი. იმიტომ რომ თუ კომუნიკაციის ბარიერია, შემდეგ არ ხდება ემოციების გაზიარება, არ ხდება ემოციების ვენტილაცია, ხდება ფარული თუ ცხადი კონფლიქტები, რაც შემდეგ უკვე უსაფრთხოების განცდას აქვეითებს. არ ხდება სილაღის, ესე ვთქვათ, ნებადართულობა, იმიტომ რომ ყველა თავის პროცესშია და ყველა თავის ტრამულ გამოცდილებაშია. და როდესაც ესეთი კომუნიკაციური ქსელი, როგორც ასეთი კომუნიკაციური სისტემა ოჯახის წევრებს შორის არ არის, ხო, აი ძალიან ხშირად არის ველში მარტოობის, მიტოვებულობის, ფარული აგრესიის და მოკლედ ბევრი, ესე ვთქვათ, გაუზიარებელი ემოცია გროვდება. შესაბამისად, მეორე პუნქტი, ესე ვთქვათ, ჯანსაღი ოჯახური ფუნქციონირებისთვის არის სწორედ ეს, რომ იყოს კომუნიკაცია ჯანსაღი წევრებს შორის და კონტაქტი. იმიტომ რომ კონტაქტზე მე ვისაუბროთ, კონტაქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. და მესამე, რაც
ჯანსაღი ოჯახის ფუნქციონირებისთვის ჩვენ გვჭირდება, ეს არის საერთო მიზანი. და საერთო მიზანი არის იდეა, საით მოძრაობს ეს ოჯახი. და როდესაც ჩვენ რაღაცნაირად შეთანხმებულ რიტმში ვართ, შეთანხმებულ ფლოუში ვართ, შემდეგ ერთმანეთის ოჯახის წევრების გადადგმული ნაბიჯები უკვე ქმნის საერთო დინამიკას ველის ესე ვთქვათ მოძრაობას და ეს მოძრაობა არის დადებითი ტრაექტორიით და ამ დროს ეს აკუმულირებული ენერგია, რომელიც ოჯახს აქვს ხო ეს რაღაცა ძალა, ეს ენერგია რო განავითაროს რაღაც. როდესაც არის საერთო დინამიკა, ერთი მიმართულებით მიდის და როდესაც ეს საერთო მიზანის იდეა ქრება, შემდეგ ეს ენერგია სამწუხაროდ დესტრუქციას ხმარდება და სწორედ ის ენერგია, რომელიც უნდა მოხმარდეს ოჯახის განვითარებას, ხმარდება ურთიერთ დესტრუქციას და შემდეგ რაღაცა შიდა პროცესით ირღვევა მოკლედ სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, როდესაც მოკლედ ეს სამი პროცესი, მინიმუმ 3 პუნქტი შესრულებულია, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ჯანსაღ ოჯახზე, ჯანსაღ ოჯახის ფუნქციონირებაზე, რომელსაც აქვს განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის მოცემის შესაძლებლობა, მიმღებლობა აქვს ერთმანეთის, უსაფრთხო გარემოს ქმნის და ყველა წევრმა იცის თავისი ფსიქოლოგიური საზღვარი, ხო, როდესაც ხო, აი ეს პუნქტები მოკლედ ძალიან აუცილებელია. თუ ეს არ ხდება, მე უკვე იქ გვაქვს ტრამული გამოცდილებები. და ეხლა რასაც ამბობ, არა მხოლოდ ოჯახზე რა, აი კომპანიებში და ნებისმიერ სტრუქტურაში ალბათ საათივით აეწყობა ზუსტად ეს სამი პუნქტი რა დაინერგოს. კი, ზუსტად ახლა ძალიან სწორად მივხვდი, იმიტომ რომ ნებისმიერი სტრუქტურა იქნება ეს და ნებისმიერი სისტემა, ხო? სისტემაზე ვისაუბროთ, ნებისმიერი სისტემა ერთი და იგივე ფორმულით ფუნქციონირებს. იქნება ეს წყალმომარაგების სისტემა, იქნება ეს სასუნთქის სისტემა, თუ ნებისმიერი სისტემა ადამიანის სისტემის ნაწილია და ამავდროულად ის შედგება სისტემებისგან, ხო? ჩვენც რამდენიმე ფიზიოლოგიური სისტემაა ჩვენში, მათ შორის, რა ვიცი, საჭმლის მომნელების, გამრავლების, სასუნთქის სისტემა, ნერვული სისტემა, და ნებისმიერი სისტემა არის იმპულსი მიიღო მიმღებმა ორგანომ გადასცა შემდეგ ესე ვთქვათ თანაზიარ ორგანოს და საერთო მიზანი არის ის რომ ვთქვათ რა ვიცი მივიღოთ ჟანგბადი და გადავამუშაოთ და მოკლედ ვისუნთქოთ ხო აი ამიტომ თან ზუსტად მივხვდი შენ ნებისმიერი სისტემის იდეა სწორედ ეგ არის და ოჯახი არის სისტემა ირმა ძალიან საინტერესოა ჩემთვის შენი პასუხი იმაზე თუ რა არის ტრავმა როდის და როგორ ყალიბდება და რატო არის ეს კითხვა ჩემთვის ესეთი მნიშვნელოვანი. ამ ბოლო დროს რაღაც შევამჩნია, რომ წამოვიდა ტრენდი, თითქოს არ არსებობს ტრავმა. რაც ჩემთან ძალიან არ რეზონირებს და აი თუ შეგვიძლია რომ მე და ჩვენს მსმენელს გაგვიზიარო რა არის ტრავმა, როდის და როგორ ყალიბდება ის. ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ თვითონ დაბადების აქტიც ტრამვული გამოცდილებაა. ანუ ტრამვული გამოცდილებაა როგორც ჩვილი ბავშვისთვის, იმიტომ რომ მან პირველად უნდა გააკეთოს ის, რაც აქამდე არ გაუკეთებია და ჟანგბადი ჩაისუნთქოს დამოუკიდებლად და ოტორანკი გმირის დაბადებაში პირდაპირ ეს ტრამვულ გამოცდილებით მოსვლაზე საუბრობს და რა თქმა უნდა ტრამვული გამოცდილებაა დედისთვის მიუხედავად ამ თავისი ლოგიკური და თავისი შინაარსობრივი სიხარულისა, ხო? ჩვენ თუ ვარყავით ეს ფაქტი, რომ ამ რაღაცა მოვლენას აქვს ფსიქიკისთვის რაღაცა დიდი რაღაც ცვლილების მოტანის იდეა, მაშინ ჩვენ უგულებელყოფთ მთლიანად ამ რაღაცა დისკომფორტს, რომელიც აქვს ადამიანს. ტრავმა არის დეფინიცია, მოდი ხო, ტრავმის თქვა, ტრავმა არის პროცესი, როდესაც ჩვენი შინაგანი რესურსი იმაზე ნაკლებია, ვიდრე გარეგანი მოთხოვნა არის ამ რაღაცის გადასამუშავებლად და ესა ნებისმიერი მომენტი არის ტრავმა. ტრამვული გამოცდილება კიდევ სხვა რაღაცა. ანუ მე შეიძლება განვიცადო ტრამვა და მე შეიძლება რაღაცა ისეთი გამოწვევის წინაშე ვიდგე, სადაც მხოლოდ ჩემი რესურსი ამ გამოწვევის გამკლავებისთვის არ მეყოს. თუმცა და ვარ ესეთ მდგომარეობაში. თუმცა თუ მე ამ დროს სათანადო მხარდაჭერა მივიღე, ჩემი დეფიციტური მდგომარეობა შეივსო გარემოდან მზრუნველით, მეგობრის, ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერით, ანუ მე ჩემი ტრამულ ეპიზოდში უსაფრთხო კონტაქტში ვიყავი,
მაშინ ეს ტრამვული ეპიზოდი არ რჩება ტრამვულ გამოცდილებად. მაგრამ თუ მე ესეთ გზაგასაყარ ადგილას, როდესაც ჩემი შინაგანი რესურსი არ მყოფნის ამასთან განსამკლავებლად და მე თან არ ვარ ეკოლოგიურ კონტაქტში არავისთან, უკვე ეს არის ტრამვული ეპიზოდი და ტრამვული ისტორიის ჩანაწერი ჩემს, ესე ვთქვათ, დროის ხაზზე. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურ პროცესში ვართ ტრამვების გადალახვის პროცესში, ხო? ნებისმიერი ახალი გამოცდილება არის ტრამვა, მაგრამ თვითონ გადალახვის და სტრესის შესაბამისად, ხო? ამის გარეშე ჩვენ არ ვითარდებით. ანუ ტრამვული რაღაცა პროცესების გადალახვა არის ჩვენი განვითარება. მაგრამ ამ განვითარებას ჩვენ, ესე ვთქვათ, ფაქის კონტაქტში გავივლით, უსაფრთხო გარემოში გავივლით, მხარდაჭერით და ჩემი დანახვით და მიმღებლობით გავივლით, თუ მარტო შებრძოლებით, სტრესში, მარტოობით, ეს არის ტრამვის გამოცდილების, ესე ვთქვათ, ფუძე. შესაბამისად, რატომ მოდიან ხო ადამიანები ფსიქოთერაპიაში? იმიტომ რომ ის ტრამვული გამოცდილება, რომელიც დღემდე არ დასრულდა, დღემდე, ესე ვთქვათ, აქტიურ ფლეშბექებს რაღაცა იწვევს ჩვენი ფსიქიკაში, მივიდეთ ჩვენ იმ ტრამვულ ნაწილს დავეკონტაქტოთ, რომელიც იმ დროს ისე შეშინდა, ისე გაიყინა, ისე დაპატარავდა, რომ დარჩა იმ ასაკობრივ, ესე ვთქვათ, პროცესში და აღარ განვითარდა, იმიტომ რომ მისთვის სამყარო უსაფრთხო აღარ იყო. შესაბამისად, ეს უსაფრთხო კონტაქტები იქნება ეს თერაპევტი, იქნება ეს პარტნიორი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში, ანუ ახლო კონტაქტში ჩვენ ნელ-ნელა ვალაგებთ ხოლმე ჩვენ ტრამვის გამოცდილებას და მერე ხდება ამის ჰილინგი, იმიტომ რომ ჯანსაღ კონტაქტში ხდება განკურნება. შესაბამისად, თუ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება და შემდეგ ამ გამოცდილებაზე დასრულ ცხოვრებაში ფეხი წამოვიკარით, ხო, ჯანსაღ კონტაქტში შეგვიძლია ამ გამოცდილების გადაწერა, გამოცდილების თავიდან რაღაცნაირად გაცხოვრება, ხო, ეს რაღაცა მე მგონი თვათ ქართული ტერმინი არ არის, მაგრამ აი იქ სიცოცხლის ენერგიის შეტანა და ზრდის მხარდაჭერა, ხო, რომ აი იმიტომ რომ ტრამვის დროს რა ხდება, ვიყინებით, ფრიზ მდგომარეობაა, რომ აი გადავრჩი ახლა და რომ ჩავისუნთქე, აღარ ამოვისუნთქე, სუნთქვას ვაჩერებ და მხარდაჭერით ჩვენ უკვე სუნთქავთ ამ რაღაცასთან ერთად და სწორედ ეს არის ტრამვისგან განკურნება. აი ეს არსად არ ქრება, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. უბრალოდ ეს ნაწილი ჩვენში აღარ იწვევს რეტრაუმატიზაციას. ანუ ისეთ გახსენებას, რომ მე თავიდან არ ვარდები იმ რაღაცა უფსკრულში, ხო? უკვე შემიძლია გავიარო იქ. ესეთი ფრაზა მაქვს მოსმენელი გაბორ მათესი, რომ ტრამვა არ არის ის, რაც გადაგვხდა, არამედ არის ის, შენ რა იგრძენი და ეხლა ზუსტად დავაგდა შენი ახსნის მერე, იმიტომ რომ მე შეიძლება თავი ვიგრძენი მარტო, მე შეიძლება თავი ვერ ვიგრძენი დანახულად. ვიღაცისთვის ის გამოცდილება შეიძლება არ ყოფილიყო მტკივნეული, მაგრამ ჩემთვის ჩემი ძველი გამოცდილებებიდან გამომდინარე ყოფილიყო ძალიან მტკივნეული. და ერთ კითხვასაც დაგისვამ ბარემ აქ, ანუ ტრამვის განკურნება არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად გავთავისუფლდ მისგან, არამედ იმას, რომ მართო ის ცნობიერად და პირიქით შეიძლება ის ჩემს ძალიან დიდ ძალად ვაქცია, ხო? ზუსტად. იმიტომ რომ თვითონ კრიზისული გამოცდილება, ანუ კრიზისი არის შესაძლებლობა. მე თუ ამ დროს, ტრამვული გამოცდილების დროს შევაჩერე ჩემი განვითარება, აი სწორედ ეს არის ყველაზე დიდი დესტრუქციული ძალა ტრამვული გამოცდილების. მაგრამ როგორც კი მე ტრამვასთან თანაარსებობას, ანუ როგორც თქვი ენერგიის დინებას ხელს ვუწყობ და მხარს ვუჭერ, უკვე ცხადია ის, რაც მე მაბრკოლებდა და მაფერხებდა, კარგავს ძალას და შესაბამისად მე უკვე შემიძლია ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ტრამვა არ დარქრება, იმიტომ რომ მაშინ უნდა ამნეზია დაგვიმართოს და ეს ფაქტი რაღაცნაირად საერთოდ წავშალოთ. არ ხდება ესე, რომ რაღაცა ამოვიღოთ და ქათი გავუკეთოთ ამას, ხო? საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ და სწორედ აი ამ გამოცდილებამ როგორ გამზარდა, რა მასწავლა, რა კუთხით დამანახა სამყარო, აი ამის ესე ვთქვათ, მოხელთება ჩემ ცნობიერში უკვე არის განვითარება.
თუმცა ნახე თუ ტრამვის დროს ჩვენ საუბრობთ გაყინვაზე და საუბრობთ თვითგადარჩენის რეჟიმში გადასვლაზე, აქ როდესაც გადარჩენა განვითარება არ არის. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ მხარდაჭერილი ვართ, ხო, რაღაც ამ გამოცდილებასთან ერთად. შემდეგ უფრო და უფრო იკლებს ტკივილის ინტენსივობა, უფრო და უფრო იკლებს იმ ემოციური ფლეშბექების არსებობა, რომელიც ამ ტრამვის დროს გვაქვს. შესაბამისად, ხო, ნახე როგორი მომენტია. თუ ჩვენ საუბრობთ ტრამვის განკურნება, რაღაც ესეთი ტერმინია სამედიცინო, ხო? ტრამვის ცნობიერად მიღებაზე, ჩვენ უკვე ვიბრუნებთ ჩვენ ნებელობას. იმიტომ რომ ტრამვის დროს და აი ამ რეტრაუმატიზაციის პროცესში ჩვენ თითქოს კარგავთ რაციონალურად ფუნქციონირების შესაძლებლობას, იმიტომ რომ გადავდივართ იმ გამოცდილებაში და თითქოს ხდება ის ირმა, ჩდება ის, რომელსაც აი მაშინ ვერაფერი ვერ ქნა და ახლა შესაბამისად იგივე გამოცდილებსაც ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მაგრამ თუ მე ახლა უკვე მაქვს ცნობიერის ჩართვის შესაძლებლობა, რომ აქ და ამჟამად ვარ, რომ შემიძლია მე ცხადად თქვა, რომ ის გამოცდილება იქ და იმჟამად იყო. უკვე რაციონალურ ფუნქციებთან კონტაქტს ვიბრუნებ. ზუსტად. და ნუ აღარ მოქმედებ, იმპულსურად. 5 წლის თამთა პატერნის გაიჩინა, მე პატერნით აღარ მოქმედებ და ხავ ეგ არის ალბათ ზუსტად დაცდა. ძალიან მაინტერესებს ესეთი რამ, რატომ გვტკივა ემოციურად ზრდასრულობაში მიღებული ტრაუმები, მაგალითად, არ ვიცი, ღალატის დამცირების ასე შემდეგ და ასე შემდეგ ტრაუმები იმაზე მეტად ზრდასრულობაში, ვიდრე ბავშვობაში. ან მე რას გულისხმობ, იცი რა, დღეს შეიძლება რაღაც მსგავსი უფრო მეტკინოს და ემოციურად უფრო განვიცადო, ხო? ვიდრე ბავშვობაში, იმიტომ რომ ბავშვობაში შეიძლება არც მახსოვდეს რა, ანუ აი რა რეაქცია მქონდა, რა ემოცია მქონდა, გავიყინე. ხო. და საინტერესო, თუმცა ფსიქიკაში, ფსიქოლოგიაში კითხვას რატომ ცოტა ვუფრთხით, ხო? აი რატომ? მაგრამ აი ორი მომენტი გამახსენდა ახლა რაც შეიძლება აი ამ კითხვაზე იყოს პასუხი. ჩვენ ვჯელობთ, ხო? ახლა ერთი ის რომ მე საკმარისად მყარი ვარ იმისთვის რომ ადეკვატურად ვირეაგირო იმ გამოწვევაზე, რომელი გამოწვევაც ახლა ჩემ წინაშე დგას და ჩემი ფსიქიკის დამცველობითი მექანიზმის არ იყოს აქ ფსიქიკის დამცველობითი მექანიზმის ჩართვა არ იყოს აუცილებელი და ეს დამცველობითი coping მექანიზმი, რასაც უძახით, ხო? ჩვენ ესე იგნორი, უგულებელყოფა, რაციონალიზაცია, ამიტომ და არ ხსნით და უბრალოდ მოცემულობას ვიღებთ ყველანაირი ესეთი ფოჩიან კამფეტში შეფუთვის გარეშე და ვიღებთ ისე, იმიტომ რომ ჩემი ზრდასრულობა და ჩემი სიმყარე მაძლევს ამ ძალას, რომ რა ვიცი, კონფრონტაციაზე წავიდე და შესაბამისად მე ვაძლევ ჩემ თავს ტკივილის განცდაში მხარდაჭერას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად გვტკივა, მაგრამ ვიცით როგორ ვმკურნალოთ, რატო გვტკივა, რა მოხდა, ადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციას და მეორე არის ის, რომ თუ და ეხლა ამ მხარდაჭერაში მარტო ვართ. მაგრამ მეორე არის ის, რომ მე იქ სათამაშო მოედანზე ბავშვობაში რაღაცა ბურთი წამართვეს და მე ვიცი, რომ უნდა დავუძახო რაღაცა მამა ჩემი გაგაფრეს ამერიკაში. და რაღაცა პასუხისმგებლობა მაქვს გადაბარებული რაღაცაზე, ვიღაცაზე და ის მოვიდა, რაღაცა მორჩა ის მოვიდა, მომიარა და მე რაღაცნაირად ავისხლიდე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე არ ვიყავი ცენტრალური მომგვარებელი ამ სიტუაციის. ხო, ეს ერთი. ესე მხარდაჭერა მაქვს ბავშვობაში. ან მეორე, აბსოლუტურად რადიკალურად საწინააღმდეგო, როცა ვიცი, რომ ტრამვა მე ამის გამკლავების არანაირი ძალა და შესაძლებლობა არ მაქვს. არც ერთის დასრული არ არის, რომელიც ამაში მე მხარს დამიჭერს. მარტო ვარ და კიდე რომ განვიცადო ის, რასაც განსაცდელია, კიდე უფრო დავზიანდები, ამიტომ სწორედ აქ მოდის ფსიქიკის coping მექანიზმი, რომ ესე იგი არ არსებობს ეს ტრამვა, იმიტომ რომ ეს იდეა გვჭირდება მაშინ იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ეს იდეა არის საჭირო მაშინ იმისთვის, რომ იმ პატარა 5 წლის თუ 4 წლის თუ 3 წლის ადამიანს კონდეს იმის ძალა, რომ რაღაცა ზუსტად. კი. ძალიან სევდიანია ეგ, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვები ამას ირჩევენ, რომ ირჩევენ და ტვინითაც ვერ ხვდებიან ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ემოციებთან დისტანცირდებიან. ირმა, შენგან ვისწავლე, რომ არსებობს 5 ძირითადი ტრავმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ განსხვავება არის დიაპაზონში. ვის როგორ
რომელ ასაკში რომელი ტრავმა არის წამყვანი და თუ შეიძლება რომ მოგვიყვე ამ ტრავმებზე, აგვიხსნა თითოეული მათგანი და მოდი დავიწყოთ უარყოფის ტრავმით. ხო, უარყოფის ტრავმა არის პირველი ტრავმა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მაშინ, როდესაც გარემო არ არის ბავშვისთვის მზად. შესაბამისად, არის იდეა, რომ ის არის უარყოფილი, მიტოვებული და ასე ვთქვათ, ეგეთი ადამიანი ხშირ შემთხვევაში განმეორებით პატერნებს იწებებს ამის, ესე ვთქვათ, დასასრულებლად, მაგრამ უარყოფის ტრავმა არის ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური დესტრუქციული გამოცდილება, როდესაც ჩვენ ეს პირველი მიმღებლობა, მხარდაჭერა, ზრუნვა ჩვენზე არ გრძნობ, ჩვენზე ზრუნვას არ გრძნობ და ამ დროს ადამიანი სხეულებრივათაც კი რაღაცნაირად განლეულია, რაღაცნაირად მიდის, ანუ არ არის აქ და ანუ შემდეგ ის რაღაცა ირგებს, ნიღაბს იმისთვის, რომ სხვა არ უარყოს და აი ამ ნიღბით ცხოვრობს შემდეგ მთელი ცხოვრება და ჩვენ საუბრობთ ტრავმული გამოცდილების დროს ნიღბებზე, რომელი ნიღბებით თითქოს იმ დამღებს, რა დამღებიც აქვს ფსიქიკას, ერთგვარად ფარავს. და ამასთანავე ჩვენი მეგობრები საუბრობდით, ძალიან საინტერესო კონცეფცია თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომ ეს ანუ როდესაც ადამიანი იმდენად უსუსურია ზოგჯერ ხშირ შემთხვევაში, რომ ნიღბის ტარების უნარსაც კარგავსო და უკვე ამ დროს ხდება ყველაზე დესტრუქციულიო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ნიღბის ტარებას ხო ძალიან დიდი ძალა ჭირდება. შესაბამისად და მე ხუმრობდით ამ თემაზე, თუმცა ძალიან სიმართლე იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა ტრავმული გამოცდილება სხვადასხვა სისქის ნიღბის მორგებას გვაიძულებს. იმიტომ რომ ეს რაღაცა რაც უფრო დიდია ჭრილობა და მე ესეთი მეთქი აი რა ტრავმას რამ ძიმე ნიღაბი ჭირდება თქო ესე რაღაცა ხუმრობით დავსვით და მე პირდაპირ ესეთი პასუხი გამცა რომ ალბათ სამშენებლო სტანდარტებითო რაც უფრო დიდია რაღაცა ამოსავსები მით უფრო დიდი ბლოკის დადება არის საჭირო და ზუსტად აი რატო მოვიყვანე ამ უარყოფის ტრავმაზე ეს არის ყველაზე დიდი ესე ვთქვათ ტრავმული გამოცდილება იმიტომ რომ აქ ფესვები ყალიბდება აქ ყალიბდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნა და შესაბამისად ის ნიღაბი რომელსაც ჩვენ ამ ტრავმის დროს ვატარებთ ყველაზე მძიმეა და ყველაზე მეტად გვაუსუსურებს იმიტომ რომ ყველაზე მძიმე რაღაცას მოვათრევთ ხოლმე მთელი ცხოვრება. იცი რა გამახსენდა ამ ყოფის ტრავმაზე ხო არსებობს ესეთი ისტორიები რომ თქვათ მშობლებს უნდათ ბიჭი აუცილებლად და ეხოსკოპიის დროს თქვათ ჩვილი არის მუცლად ყოფნისას არ აჩენს თავის სქესს. კი, რომ არ უარყონ. მოდი შემდეგი იყოს მიტოვების ტრავმა. ხო, მიტოვების ტრავმა ძალიან ესეთ მარტოსულობის განცდას ტოვებს ხოლმე ადამიანში და ნახე დაიბადა, არ უარყვეს, რაღაც მიიღეს, მაგრამ მე მიატოვეს. ხო, ანუ ეს იმაზე ნაკლებად კინეულად ძალიან არ არსებობს ამის საზომი, რითი უნდა გავზომოთ და რითი არა, მაგრამ მიტოვების განცდის შემდეგ ძალიან ხშირად აქვს ადამიანს ეს პროექცია, რომ მე დამტოვებენ. მე რაღაცა საკმარისი არ ვარ იმისთვის, რომ არ დამტოვონ და მიტოვების ტრავმა სამწუხაროდ ძალიან ბევრი მიზეზის გამო შეიძლება განვითარდეს ადამიანში, მაშინაც კი თუ მშობლები უბრალოდ სამსახურში წავიდნენ და არ იყო სათანადო კონტაქტი შვილთან და შესაბამისად უსაფრთხოდ ვერ იგრძნო ბავშვმა თავი და მათი წასვლა აღიქვა როგორც მიტოვებად და ესეთ დროს ძალიან ჩფოთვარე მიჯაჭვულობა ყალიბდება ხოლმე და აი ადამიანი ხდება ძალიან დამხმარე, ძალიან მზრუნველი, ძალიან ეს ნიღაბს ირგებს, რომ ამით თითქოს გარანტიებს იღებს, რომ ის იმას არავინ არ მიატოვებს და იმიტომ რომ ის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის კომფორტულია, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოსახელთებელია, იმიტომ რომ მასთან ერთი ზარი და ის უკვე შენთან არის, ხო? კარგი გოგოა ბიჭი. კი, ზუსტად, ამიტომ ეს უარყოფის ტრავმა ითარგმნება იმ ფოთში, რომ ეხა მე ისეთი კარგი უნდა ვიყო, რომ მე ამ ჩემი სიკარგით გარანტია მოვიპოვო, რომ მე არავინ არასდროს არ მიმატოვებს. და პირველ რიგში სხვაზე ზრუნვით მე შემდეგ ეს მიტოვებული ადამიანი თვითონ ტოვებს საკუთარ თავს. იმიტომ რომ მის მთელ ცნობიერში არის შენ რა გინდა? შენ როგორ გასიამოვნო? ყავას ხო არ დალევ, წყალი ხო არ გინდა და ამ დროს მე შეიძლება რა ვიცი, წყურია და ხო, ძალიან. ამიტომ აი სხვაზე ზრუნვით თითქოს შენ გან ვიღებ იმის გარანტიას, რომ მე ხო ესეთ კაი ვარ, არ დამტოვებ.
ხო და ეგეც ძალიან სევდიანია და ალბათ როგორ უჭირთ ამ ტრამვის მქონე ადამიანებს ვისაც რა თქმა უნდა ამაზე თვალებში არ აქვს ჩახედული და არ უმუშავია საზღვრის დაცვა ძალიან ეგ პირდაპირ ძალიან ზუსტად აღნიშნე იმიტომ რომ საზღვარი ჯერ პირდაპირ მე უნდა ვიცოდე ჩემი საზღვარი ახლა მე ვატიკანი ვარ ტერიტორიულად თუ რაღაცა გრანდიოზული რომელიმე ქვეყანა მე თუ ეს არ ვიცი პირდაპირ გადმოვდივარ შენ საზღვარზე ზრუნვით გადმოვდივარ შენ საზღვარზე რაღაცა მოთხოვნებით გადმოვდივარ შენ საზღვარზე და ვაპროეცირებ ყველა შენს რაღაცა ჩემგან სხვა რამეზე გადატანილ მზერას როგორც ჩემ დატოვებას და ძალიან მტკივა ანუ შენ რო შეიძლება ეხლა რაღაცა ჩაიხედო კონსპექტში შეხედო ამ სცენარეს ამ დროს მე უკვე შენი მზერისგან მიტოვებული ვარ და ჩემში ის ტრამვული გამოცდილება თუ გადამუშავებული არ მაქვს ისე აყვირდება რომ მე უკვე გავედი კონტაქტიდან მე უკვე აღარ ვარ შენთან და ამიტომ შენ საზღვარსაც ვარ მყავ დამბეჯითად ხო დამცირების ტრამვა დამცირების ტრამვა ნახე იმისთვის რომ რაღაცა დამცირების ტრამვის სამწუხაროდ მაზოხისტები ხდებიან ესენი მარტივად რა ვთქვათ ხო თვითონ ამცირებენ თავის თავს რომ შენ არ გქონდეს ეს კოზერი ჩემ სამართავად და უკვე მაზოხიზმის ნიღაბს მაგალითად ადამიანები რო არიან რომ ეგ რაღაც გაიცან 1 საათის წინ და უკვე იუმორით რაღაც გაჩვენა თავისი რაღაც ნახევრად ანუ კი მე დავცინი ჩემს თავს ემან შენ არ დამცინე ზუსტად კი ზუსტად და მე ისე ვაკრინებ ჩემ თავს რომ ეს დაკრინება და აი მაზოხიზმის დამცირების ტრამვის შემდეგ ადამიანს სხეულებრივი გამოვლინება აქვს აი თითქოს თავი მხრებში აქვს ჩარგული თითქოს აი ითმეს ყველაფერს აი მოკუმშულია შეკუმშულია ყველაფერი შიგნითა ხო აი ყველაფერი შიგნითა აქვს ამ დროს ადამიანს და ზუსტად ეგ არის რომ თვითონ იმართებს ისე საკუთარ თავზე რაღაცეებს რომ სხვა ადამიანებს ამითი თითქოს განაიარაღებს ხოლმე და ის რომ სხვისგან არ იყოს დაჩაგრული და თვითონ ჩაგრავს. ოღონდ ჩაგრავს შეიძლება ზრუნვით, შეიძლება შენ შეხვდეს ქუჩაში ეგეთი ადამიანი და შენი ისინი რა ქვია ჩანთები რომელიც ძიმია გამოგართვას და თვითონ აი იყოს მოკით ყველაფერს აღიკეთებს თავის თავს არცემს პატივს, იმიტომ რომ მას აქვს ეს გამოცდილება რომ მას პატივი არცეს. ხო, და ძალიან ისეთია. არ არის მარტივი. ნამდვილად. ღალატის ტრავმა? ნახე, ეხლა ჩვენ ყოფთ აი ამ 5 ტრავმას აქვე მინდა ვთქვა რაღაცა ეტაპებად, ხო? პირველი 2 ეს არის მსხვერპლობისკენ მიდრეკილი, იმიტომ რომ მე არ მიმიღეს, მიმატოვეს და რაღაცნაირი ჩემი სისუსტე ამით გამოწვეული, ხო? ანუ პირველი 2 ტრავმა ადამიანს არ ვითარებს ისეთი ფსიქოტიპით, როგორც აქვს მსხვერპლს. ანუ დიდი ალბათობით ის თუ ირგებს მსხვერპლის როლს, შედის სამკუთხედში, მსხვერპლი გადამრჩენელი მოწვევა და თუ არ ამუშავებს ამ ტრავმას, არის სამკუთხედში სულ. ამ კარპანის არაჯანსაღ სამკუთხედში სუსტად. პირველი 2 არის მსხვერპლი ან მხსნელი, ესეთი მაზოხისტის ესე ვთქვათ ტრავმული გამოცდილება და ნიღაბი რომელიც ამან დამცირებულია ხშირ შემთხვევაში კი არა უმეტეს შემთხვევაში არის მხსნელი და თვითონ იხსნის სხვა რაღაცებს თუმცა თავისთვის არის მსხვერპლი და შემდეგი 2 ესე ვთქვათ ტრავმული გამოცდილება რომელთან პირველი ღალატის გამოცდილება ეს უკვე არის ცოტა მოზრდილ ასაკში ანუ თავიდან როგორც ჩვენ ვთქვით ასაკობრივ კატეგორიაში ხო პირველი უარყოფის და მიტოვების ტრავმა ეს არის დაახლოებით 1-დან 4 წლამდე, შემდეგ არის ღალატის ტრავმა უკვე დასრულ რა შედარებით მოზრდილ ასაკში ბავშვობაში, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს მე კონცეფცია, ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენ ძალასთან კონტაქტი და შემდეგ იმიტომ რომ შენ მე არ მიღალატო, გაკონტროლებ. ანუ შემდეგი 2 ტრავმა და 2 ტრავმული გამოცდილება მოძალადის როლს არ ვითარებს ჩვენში და ეგეც ტრავმის შედეგია ხო როგორც მსხვერპლი ასევე მხსნელი და მოძალადეც რომელიც სხვაზე მენტალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობს ესეც მისი დესტრუქციული ისტორიის სავალალო შედეგია, ხო? შესაბამისად ღალატის ტრავმა სწორედ
იწვევს იმ შიშ დამოთხოვნილებას, რომ მე არ მიღალატონ და იმიტომ რომ მე არ მიღალატონ, უნდა ვაკონტროლო, უნდა რაღაცნაირად ყველაფერი მქონდეს კონტროლის ზონაში. და კონტროლის განცდა თუ არ მაქვს, რაც კონტროლი ჩემი აზრით აბსოლუტურად არის ილუზიური. კონტროლი ერთი არის, რომ არის ილუზიური, მაგრამ კონტროლის უკან ყოველთვის ძალიან დიდი შიში დგას. ძალიან დიდი შიში, რომ თუ მე რამე ვერ გავაკონტროლე, მე იქ ჩამოინგრევა კი, მეთკინება. ძალის ილუზიაა კონტროლი. კი. და აი უსამართლობის ტრავმა? უსამართლობის ტრავმა ესეთი ყველაზე ფიზიკურად ათლეტებს ქმნიან ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან სამართლიანობის იდეით მოქმედებენ კი და სამართლიანობის იდეით შეიძლება თვითონ იყოს ძალიან უსამართლო, იმიტომ რომ რაღაცა სულ ამას ლობირებენ, რომ რაღაცა ყველა წესები დაიცვას, არიან ძალიან პერფექციონისტები, რომ რაღაცა შეცდომა არ დაუშვან და აი ამ თავისი მოწესრიგებულობით, მოწესრიგებული აქვთ კვება, სხეულის ფორმა, რაღაცა ყველაფერი გარეგანი, თუმცა ყველაზე მოსაწესრიგებელი რჩებათ მოუწესრიგებელი მენტალური ჯანმრთელობა, ხო და აი კონტაქტში არ არიან საკუთარ მოთხოვნილებებთან, იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაცა იდეა, ამ იდეას მსახურობენ და ძალიან დისციპლინირებულები არიან სამაგიეროდ ამ ყველაფრის, თუმცა ეგენიც ხშირ შემთხვევაში აგრესორებად გვევლინებიან, იმიტომ რომ ამ თავისი მოწესრიგებულობით იქ ეპარებათ ეს რაღაცები, ხო. იცი რა გვიხსენი? როგორ ხდება ისე, რომ ეს ტრავმა გვაქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დესტრუქციულ თუ ჯანსაღ ოჯახში გავიზარდეთ. და ჩემი აზრით, ალბათ ამის მიზეზი არის ის, რომ შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო რთული გამოცდილება, მაგრამ ბავშვმა თავი მარტო იგრძნო და დაიტრავმა. აი ეგ როგორ ხდება, რომ ყველას გვაქვს? ყველანი ოჯახებში დავიბადეთ და გავიზარდეთ. შესაბამისად, ფსიქოლოგიაში არ არსებობს ესეთი ხუმრობა არის ხოლმე, რომ ერთადერთი რაც შენ შეგიძლია შენ შულს ყველაზე ჯანსაღი გაუკეთო, არის რომ გადადო მისი გაჩენისთანავე მისი ფსიქოთერაპევტისთვის თანხა, იმიტომ რომ მშობლობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ რაღაცა ტიპის შეცდომებს უშვებს ნებისმიერი მშობელი და დღევანდელ ესეთი გაცნობიერებულ მშობლობას საკმაოდ დიდი ჩვენ არ ვსაუბრობთ არასდროს მშობლებზე და ეს ძალიან უსამართლოა ჩემი გადმოსახედიდან და ჩვენ ვსაუბრობთ ძირითადად როგორ არ დავტრავმოთ ბავშვი, როგორ ვიყოთ იდეალური მშობელი, როგორ ვიყოთ უშეცდომო და ამ უშეცდომობის რესურსი არ გვაქვს. შესაბამისად ის რომ ახლა გვაქვს ყველას ეს ხუთით გვაქვს და იმაზე მეტი ტრავმული გამოცდილებაც გვაქვს, იმიტომ რომ ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ მშობლებს აქ ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, რომ ჩვენ მშობლებსაც ტრავმული გამოცდილება აქვს და ჩვენმა მშობლებმა მოგვცა ყველაფერი იმაზე მეტიც კი, რაც თვითონ ქონდა. ანუ ძალიან აი ეს ნაწილი საკმაოდ უყურადღებოდ გვჩება დღევანდელ რეალობაში, რომ მშობლის ფსიქოემოციური რესურსი ძალიან მწირია. მას თუ ჩვენ მშობლებს ის იდეა მაინც არ ქონდათ, რომ იდეალური მშობლობის იდეით თავი დაესტრესათ, ჩვენი ასაკის მშობლებს ეს იდეა ყველაზე მეტად ჭამს, რომ აი იდეალური მშობელი იყოს და ეს არა მარტო ფიზიოლოგიური უსაფრთხოება შეუქმნას შვილს, არამედ ფსიქოემოციური ზედმეტად ზრუნავს და ამ დროს თვითონ ხო იმ რიტმში ცხოვრობს, რა რიტმში 21 საუკუნის ყველა ადამიანი გამოწვევებით, თუ ჩვენ კარგი განათლება გვინდა შვილს მივცეთ, კარგი სამსახური სჭირდება მშობელს, კარგ სამსახურს ბევრი დროის და რესურსის დათმობა გულისხმობს და ამიტომ მშობლის ემოციური რეზერვუარი ხშირ შემთხვევაში ძალიან გამოფიტულია. აქედან გამომდინარე ილუზიაა ის, რომ ჩვენ თავს მოვთხოვოთ, რომ ჩვენ შვილებს არ ქონდეთ ტრავმა. თუ ჩვენ ტრავმას არ მივაყენებთ, მათ განვითარებასაც შევუზღუდავთ. ამიტომ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა, ხა ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული, ეს არ უნდა იყოს რაღაცა უგულებელყოფილი, თუმცა არსებობს ეგეთი ტერმინი good enough, ანუ საკმარისად კარგი მშობელი, რომელიც არის ცოცხალი მშობელი და ცოცხალი ადამიანი მისი სიცოცხლის ბუნებიდან გამომდინარე და ჩვენი სუპერძალა ადამიანობაა, ხო? ჩვენ არ მოვავლინეთ ამ ცხოვრებაში რაღაცაზე ბუნებრივი არსებები, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი შეცდომებით, ჩვენი ლიმიტებით, ჩვენი საზღვრებით, ჩვენი ხასიათით და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვა ადამიანისთვის ზოგჯერ თუ ხშირად არა შეიძლება ვიყოთ დისკომფორტული.
და ცხადია ეს არის ტრამვა. და ჩემთვის ძალიან შვება არის ესეთი ფრაზა მაქვს მოსმენილი, რომ სანამ ცოცხალი ხარ, დაუშვებ შეცდომებს. რა თქმა უნდა. თუ აღარ უშვებ შეცდომებს, ესე იგი აღარ ხარ ცოცხალი რა თქმა უნდა. მართლა ეგრე არის, რომ შეცდომებზე ვიზრდებით და შენი ესეთი ფრაზა წავიკითხე მოკლედ, რომ მშობლებზე საუბარი არ არის სასამართლო, იმიტომ რომ ესეც რაღაც თითქოს ტენდენციაა, რომ აი ამ ტრავმებზე ვსაუბრობთ და ვაიმე, ეს რა დაგემართა, ის რა დაგემართა და მშობელი რჩება რაღაც აფსაიდში რა, ისიც არ არის დანახული და ისიც დაიტრამვა. როგორც შეეძლო და რაც შეეძლო გაგიკეთა და ამავდროულად შეიძლება მან უბრალოდ ბებიასთან დაკტოვა, მაგრამ შენ იმიტომ რომ არ ვიცი რატო. მოწყვლადი იყავი, პატარა იყავი, პატარა იყავი, რაღაც მზერაში დაიჭირა და აღიქვი რომ მიგატოვეს. ხო, ძალიან საინტერესო ამბავია ეგეც, იმიტომ რომ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ადამიანები რო უკვე მიადგებიან ამ ტრამულ გამოცდილებებზე საუბრას, ძალიან სხვენიათ და აი მე ჩემ მართმევენ იმის პირობას, რომ აი არ გეგონოს რომ ცუდი ადამიანები არიან. ანუ თავის თავში ძალიან დიდ ბრძოლას გადის ადამიანი, რომ თქვას, რომ მას მშობელმა რაღაცა დააკლო, იმიტომ რომ თითქოს იდეა არის, რომ თუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ესე იგი ვსაყვედურობთ. თუმცა ამაზე საუბარი ნიშნავს, რომ მე დავინახო რა ტიპის მიჯაჭვულობაში ვიზრდებოდი, მშფოთვარე მიჯაჭვულობაში, უსაფრთხო მიჯაჭვულობაში და ეს დანახვა მე მაძლევს ცვლილების საშუალებას. მაგრამ მე თუ იმ იდეით, რომ ახლა მშობელს მე ამითი რაღაც შეურაცხყოფა არ მივაყენო, ამას არ ვხედავ, მე განკურნების იდეასაც ვკარგავ. მაგრამ დავინახო პატივისცემით, მადლიერებით, რომ ლიმიტებით, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ამაზე საუბრის ძალა მოგცეს. ესე იგი, ამაგარ რაღაცას ამბობ რა. ხო, იმიტომ რომ თვითონ ამის ძალაც არ ქონდა და ჩვენ ეს საუბარი უკვე გულისხმობს იმას, რომ მშობელმა მართლა მოგცა ეს ძალა, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ და მე ხა გამახსენდა, რომ როდესაც ამ ეტაპებს და განვითარების ტრამვებს სწავლობდი და გავდიოდი ტრენინგებს, დედაჩემი იყო მაშინ ჩემთან და მახსოვს დილის 8 საათზე დავახტებოდი თავზე ესე და დედა, მე მაქვს უარყოფის ტრამვა. დედა, მე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ტრამვა მაქვს, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა მინდა და აი ეს ძალიან დილაობით მქონდა ხოლმე ეს რაღაცა რეფლექსია და დედაჩემი გაიღვიძა და აღარ წახვიდე მანდ ბოდიში დამანებე თავი და ხო, ნუ ძალიან მარტივია რომ ჩვენ დამნაშავე ვეძებოთ ამაში, იმიტომ რომ ხო, აი ხუმრობდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თან ისეთი ამ ხუმრობაში სიმართლეა, იმიტომ რომ მართლა ბოდიში დედა მართლა ხო, არა მარტო დედა, მთელი ოჯახის მარტო შენზე არ არის, თუმცა აი სწორედ აი ამის მიმღებლობა რომ რაღაცა ეს ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ჩემი გაკვეთილია, ჩემი რაღაცა ვალია, რომ ეს გადავამუშავო, ხო, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მე პასუხისმგებლობა ჩემ ცხოვრებაზე მაქვს და ვისაუბროთ არასაყვედურით, არამედ ფაქტის აღნიშვნის შინაარსით. და აი ზოგადად ესეთი მეტაფორაც რომ მოვიყვანოთ, ხო, მაგალითად, როგორ იზრდება კუნთი? ვარჯიშობ, წევ რაღაც წონას, შენი სხეული ისტრესება, კუნთი ისტრესება და არ ვიცი ზუსტი ბიოლოგიური პროცესები, თუმცა ეგრეა ზუსტად. იზრდება კუნთი, ხო? და ეს რაც თქვი, აი მინდა რომ მშობლებისთვის, მომავალი მშობლებისთვის, ან უკვე ზრდასრული ადამიანების მშობლებისთვის კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რომ თუ არ აქვს ადამიანს ტრამვა, ის იქნება სასათბურე პირობებში, იქნება ინფანტილური და უბრალოდ არ ეცოდინება ფუნქციონირება. ხო, მოდი მაშინ ამ ტრამვას სტრესის სიტყვის შევცვლი, ხო? იმიტომ რომ ტრამვა თითქოს უფრო ღრმა იარას გულისხმობს რა, მაგრამ ჩვენ აი ამის სიღრმის და სიმძიმის მართლა როგორც ახლა თქვით, ნიღბების სიმძიმეს გასაზომი რაღაცა თერმომეტრი თუ საწონი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს coaching-ური იდეით რო ვთქვათ, ხო, კომფორტის ზონიდან ნელ-ნელა გამოსვლა არის ჩვენი განვითარება. კომფორტის ზონიდან გამოსვლის პროცესი უკვე არის სტრესი. უკვე მე სადღაც რაღაც აი მე რო 3-ზე გამრავლება ვიცი, 4-ზე გამრავლების სწავლა ჩემთვის უკვე სტრესია, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია, ეს შინაარსი ჩემ ცნობიერში არ არის. ანუ დასწავლის პროცესი სტრესია და მე თუ აი ამ რაღაცა იდეისგან რომ მე არ დავისტრესო, იმიტომ რომ ეს ტრამვათ არ დამჩეს,
გამრავლების ტაბულა თუ არ ვისწავლე, მერწმუნე ეგ უფრო მეტ სტრესს და ტრამვას გამოიწვევს დასრულ ცხოვრებაში, ვიდრე ის იქ და იმჟამად ამოსახსნელი ამოცანის, ამიტომ რა ამოცანაც ასაკობრივად ბავშვს აქვს ამოსახსნელი, ამ ამოცანის დასაძლევი მთლიანი ფსიქიკური რესურსი აქვს. ამიტომ ჩვენ ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ ესე ერთგვარი მშობლობა, ხო? ანუ ამ ხელა პასუხისმგებლობა არ უნდა ავკისროთ და ეს პასუხისმგებლობის რაღაცა ხურჯინი იმ ასაკის შესაბამისი უნდა მივაწოდოთ, რა ასაკშიც არის თვითონ, ხო? ანუ თუ შენ მეტაფორაში დავრჩებით, იმ წონის გირა უნდა მივცეთ ადამიანს, რა ფიზიკური მონაცემებისაც არის ახლა ის და ნელ-ნელა გავუზარდოთ. ანუ პასუხისმგებლობის ხურჯინი დაწყებული, რა ვიცი, უკვე წლის ბავშვისთვის 6 თვის უკვე უნდა გქონდეს რაღაცა ტიპის. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა 1 წლის ბავშვს თასმების შეკვრა მოვთხოვოთ, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ 7 წლის ბავშვს ჩვენ შევუკრათ თასმები. კი. შესაბამისად, რაც უფრო ნელ-ნელა ჩვენ ამ ხურჯინს მივაწოდებთ ბავშვს, მით უფრო მშობელი თავისუფლდება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მშობელი ხო დადის ამ ხურჯინებით. ამიტომ ნელ-ნელა ჩვენ უნდა მასაც ვასწავლოთ ამ რაღაცა კუნთების ვარჯიში და ჩვენც არ ვათრიოთ 200 კილოიანი გირები. და ეს არის ამოსუნთქვა მერე. და შენგან ვისწავლე მე ისიც, რომ ტრამვას აქვს როგორც დაბალი გამოვლინება, ასევე მაღალი გამოვლინება და ზოგადად ისე ვთქვათ, დატრამბულ ადამიანს აქვს მაღალი ინტუიცია. არ ვიცი, თანაგრძნობის უნარი და ბევრი რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ადამიანს ჩემ საქმაში აძლევს სიღრმეს. და აი ამაზეც რა გვესაუბრო. კი, იმიტომ რომ ადამიანი თავისი არსით არის ძალიან ეგოცენტრული. აი, ადამიანზე ეგოცენტრული სამყაროში არავინ არ არის, ხო? ანუ ნებისმიერ რაღაცას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მე ვიყო კარგად. ეს არის იდეა. ეგ განსაკუთრებით ბავშვები არიან ეგოცენტრულები და მათი ეგოცენტრულობა, ანუ სამყარო მათ გარშემოტრიალებს. მათი ეგოცენტრულობა ისეთ რაღაცაშიც გამოიხატება, რომ ხანდახან თუ ჩვენ ბავშვს სწორად არ მივაწოდეთ, შეიძლება ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზათაც კი თავისი თავი აღიქვას, იმიტომ რომ ბებო იმიტომ გარდაიცვალა, რომ მე ფაფა არ შევჭამე, ხო? ეგეც ეგოცენტრული გამოვლინებაა. მაგრამ თუ ოჯახს არ აქვს იმის რესურსი, რომ ბავშვის ეს ეგოცენტრულობა ნორმის ფარგლებში დააკმაყოფილოს, ბავშვს უწევს საკუთარი ეგოს დათრგუნვა, იმაზე ადრე ვიდრე, ჩვენვე ვთრგუნავთ ჩვენ ნებელობას, ხო, რაციონალური პროცესის განვითარებით და იგივე სოციალიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს სოციუმისთვის მისაღები ნორმებზე დაქვემდებარებული ადამიანის ჩამოყალიბებას, პირდაპირ გულისხმობს ჩვენ ეგოცენტრულობის დათრგუნვას და ინდივიდუალიზაციის, ესე ვთქვათ, სოციუმის ნორმებზე მორგებას. ამიტომ, თუ ჩვენ რაღაცა ვსწავლობთ, რომ შესვენებაზე უნდა გავიდეთ ტუალეტში, ვსწავლობთ, რომ რაღაცა იმპულსები ვმართოთ, ხო? მაგრამ თუ ამის პროცესის მართვა ჩვენ იმაზე ადრე გვიწევს, ვიდრე ჩვენი სუპერეგო განვითარდება, ანუ ჩვენი შინაგანი ცენზორი განვითარდება, იმაზე ადრე გვიწევს, იმიტომ რომ გადავრჩეთ, იმაზე ადრე გვიწევს დედის ემოციური მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება, მამის რაღაცა წარბის შეხრის შემდეგ რაღაცა ქარიშხლის მომასწავება ვიგრძნოთ, ან იმაზე ადრე გვიწევს ფოკუსის ლოკუსის გადატანა შინაგანი პროცესებიდან გარეთ, ვიდრე ეს შემდეგ სოციალიზაციის პროცესი ჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი სარკისებური ნეირონები იმაზე ადრე ვითარდება, რომელიც ემპათიისთვის არის აუცილებელი, ხო? რა თქმა უნდა, ეს პროცესი სხვაზე ორიენტირებული ხდება. რა თქმა უნდა, ამ დროს და მე როცა თამაში მინდა და ეზოში ჩასვლა, ხო? და ამ დროს, რავი, დედა უხასიათოდ არის, ან წნევა აქვს, იმიტომ რომ მამა ნასვამი მოვიდა, ამ პირიქით ხშირად პირიქითაც ხდება ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, მე ვირჩევ ამ ჩემი სურვილის დათრგუნვას და დედასთან დარჩენას, მამასთან დარჩენას, იმიტომ რომ ამ დროს დედა ხასიათზეა და რაღაცა ნერვული შეტევა აქვს. შესაბამისად, აი ეს პროცესი, როდესაც სხვა ადამიანი უფრო მეტად არის ჩემს აღქმის ველში შემოსული, ვიდრე ჩემი მოთხოვნილება, საბოლოო ჯამში ითარგმნება, რომ მე ზუსტად ვიცი შენ როგორ ხარ, მე ზუსტად ვიცი როდის დაგახველებს, ზუსტად ვიცი თავს როგორ გრძნობს და აი ამ შენი თანაგანცდა მე მაკარგინებს ჩემს შეგრძნებებს და მე ვძივარ რაღაცნაირად შენზე ორიენტირებული, ხო? ამიტომ მეგობრისთვის ძალიან კომფორტულია ვიყოთ ეგეთი მეგობარი, რომელიც ზუსტად იცის რას უნდა მოსიყენებს, ზუსტად იცის რა გაგიხარდება დაბადების დღეზე, მაგრამ სამწუხაროდ იმ ადამიანმა თვითონ არ იცის რა კერძი უყვარს, თვითონ არ იცის როგორი რაღაცა
სიამოვნებს. ამიტომ კი რაც უფრო მაღალია ემპათიის და თანაგანცდის გრძნობა, მით უფრო ადაპტაციისთვის საჭირო იყო ეს ოდესღაც, რომ გადარჩენილიყო. ძალიან მომინდა მე თქვა ტონი რობინსის ესეთი ფრაზა, რომ არ მქონოდა ისეთი მძიმე ბავშვობა, როგორიც მქონდა. მე დღეს არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და კი ვიცით, ვინ არის ამ ხელა კაცს, რამ ხელა ემპათიის უნარი აქვს. ზოგადად რამ ხელა უნარები აქვს და ძალიან დიდი ადამიანია ჩემთვის რა. ფიზიკურადაც და ფიზიკურადაც და მენტალურადაც, ხო? ნუ ადლერი ჩვენ ტრამულ გამოცდილებას და არასრულფასოვნების იდეას ეძახდა ყველაზე დიდ საწვავს იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოძრაოთ და იმპულსი გქონდეს განვითარებისკენ. თუ ჩვენ ყველანაირი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული გვაქვს, თუ ჩვენ არ გვაქვს რაღაცა დრაივი, რომ რაღაცის დეფიციტიც ხარ თუნდაც. დეფიციტი თუ არ გვაქვს, შემდეგ ძალიან მარტივად ხვდებით დამოკიდებულები რაღაცაზე, იქნება ეს გაჯეტი, სასმელი, ალკოჰოლი, ამიტომ ყველაფრის დაკმაყოფილება და ჰიპერმზრუნველობა პირდაპირ გზა იმისკენ, რომ ადამიანმა თავისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს რაღაცა ალტერნატივით. რომელიც მე დიდ პრობლემებს იწვევს. და სხვა შორის ერთ-ერთი დამოკიდებულების სპეციალისტისგან გამიგია ესეთი ფრაზა, რომ თუ არ გაუშვი დედას ხელი არასდროს, მე როდესმე თვითონ თუ გაგიშვა, ხელს ჩაკიდებ პირობითაც, არ ვიცი, ალკოჰოლს, ნარკოტიკს, ხო რა. კი. და ბოლო კითხვას დაგისვამ, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ამ ეპიზოდის შემდეგ საკუთარ თავში ამოიცნობს ამ ტრაუმებს, გაიხსენებს მის ჭრილობებს, რას ეტყოდი, როგორ გააძლიერებდი მათ და არ ვიცი, თანაუგრძნობდი. აი, ის თუ ჩვენ გვაქვს ძალა იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ რაღაცა მე ოდესღაც მткиოდა, ესე იგი მე ამ ტკივილის მოშუშების ყველა რესურსი მაქვს. და მე თუ ვირჩევ, რომ ვიგრძნო. მე თუ ჯერ კიდევ რაღაცნაირად იმ მდგომარეობაში ვარ, რომ ჯერ არ ვაცნობიერებ, რომ მткиოდა, ესე იგი საკმარისი რესურსი არ მაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ნებისმიერ შემთხვევაში არის აი ძალიან ესეთი პოპულარული სიტყვა, ხო, აქ და ახლა, რას ნიშნავს აქ და ახლა? აქ და ახლა ნიშნავს ის, რომ მე აწყოში შემიძლია სუნთქვა. ოდესღაც არ შემეძლო, იმიტომ რომ ტრამვული გამოცდილება მქონდა. სუნთქვა კიდე ჩვენი ემოციური და ფსიქიკური პროცესების საჭეა. მე აწყოში შემიძლია მაქვს იმის უნარი, რომ ეს ვიდეო ჩემამდე მოვიდა, ესე იგი, უკვე რაღაცა ცხოვრების ეტაპზე ვარ, ხო, რაღაცა მაქვს ინტერნეტი, მაქვს ის მოწყობილობა, რაშიც ვუყურებ. ანუ აი აქედან დავიწყო უკვე, აქ ყოფნით დავიწყო ფუნქციონირება და რეაგირება და არა, ანუ დისტანცირდე მინიმუმ დროის ხაზზე იქ დავტოვო სადღაც და რაც უფრო ჩვენ დისტანცირებით ვუყურებთ რაღაც მოვლენას, მით უფრო ერთი მხრივ შეგვიძლია ამ მოვლენის სრულად დანახვა და მეორე ნანა პატარავდება ის გამოცდილება, მაგრამ რაც უფრო მე მოვათრევ ამ გამოცდილებას და ჩემ ცხვრწინ მაქვს, მით უფრო არ შემიძლია აბსტრაგირება, დისტანცირება. ამიტომ ერთხელ ცხოვრობთ და აქ მინდა ვთქვა, რომ ეხლა დრო მოდიოდი, მაშინ ჩავწერე და ეხლა აქაც მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ჩემ სამედიცინო მეგობრებთან ერთად შეხვედრაზე და ესენი არიან ექიმები, ერთი მუშაობს ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში, მეორე არის კატეს სპეციალისტი და პოლიტრაუმებს და მრავლობით მოტეხილობებს და მოკლედ მართლა საშინელებებთან აქვთ კონტაქტი და ვაზიარებთ ერთმანეთთან გამოცდილებებს და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ თუ ტრამბოობს ესეთ ფრაზა პირდაპირ, თუ ტრამბოობს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არისო, მაშინ ამოვისუნთქებ ხოლმეო და იცხოვრებსო. ანუ მისთვის ტექნიკურად სიცოცხლის იდეაა მნიშვნელოვანი და მეთქი რა შუაშია ხარისხი სად არის? ანუ შეთავსებადია სიცოცხლისთვის, მაგრამ სიცოცხლის ხარისხი როგორია, ხო? ანუ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა პრიორიტეტებს ვაყენებთ. ახლა ექიმისთვის რა თქმა უნდა ტრაუმა თუ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის, ეგ არის შვება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ფსიქოლოგების შემთხვევაში მთავარი აქცენტი არის როგორ ლაღ, ბედნიერ, კმაყოფილებით სავსე, აი ცხოვრების უნარის
არსებობა, ხო? ამიტომ თუ ჩვენ არ გვაქვს კმაყოფილება, ბედნიერება, სილაღე, სიმშვიდე, სულიერი ბალანსი, ვიზრუნოთ ამაზე, იმიტომ რომ არ არის საკმარისი მართლა ის, რომ ტრამვა სიცოცხლისთვის შეთავსებადია. ყველა ფსიქიკური ტრამვა სიცოცხლისთვის შეთავსებადია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რაღაცა ჯანსაღი სიცოცხლით. და არ დავთანხმდეთ ამაზე. აი, ერთადერთი რასაც ვეტყვი, ხო, ეხლა მივედი იქამდე. ერთადერთი რასაც ვეტყვი არის ის, რომ თუ ჩვენ ჩვენი სიცოცხლის ხარისხი არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და მინიმუმ ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომ მადლიერების უნარი გქონდეს, კმაყოფილების უნარი გქონდეს და ერთმანეთთან ჯანსაღი კონტაქტის დამყარების უნარი გქონდეს. მადლობა შენ კონტაქტისთვის, სანამ შენ დაასრულებ. მადლობა კონტაქტისთვის და ხო, დან დიდ კომფორტს უქმნი შენ მაყურებლებს ამ ინფორმაციის გაზიარების და ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. მადლობა შენ, რომ ჩვენთან ერთად იყავი და მადლობა ჩემს თავს იმისთვის, რომ ჯერ ჩემს თავს ვაწვდი ამ ინფორმაციებს და ამით არ ვიცი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და მოკლედ ჩვენს მაყურებელსაც მინდა რომ ვუთხრა რომ თუ თქვენთვის ღირებული იყო ის რაზეც ვისაუბრეთ, გააზიარეთ ეს პოდკასტი, დაგვიტოვეთ კომენტარები და იყავით ყურადღებით რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ეპიზოდები და რაც მთავარია საკუთარ თავსაც და თქვენს გისურვებთ რომ დავრჩეთ კონტაქტში საკუთარ თავთან.